ისმის ახლა რეპლიკას ამბობს ერთად თქვენ? რეპლიკას დავამატებ უკან. რაღაც შენიშნულია. პირველი ესე ვისაუბრეთ ხარისხზე, დოკუმენტური მტკიცებულების ხარისხზე და მეც ვეთანხმები, რომ ძალიან მაღალი ხარისხის არის ყველა დოკუმენტური მტკიცებულება და ყველა პირდაპირ და საღად აღნიშნავს და განმარტავს თუ რა შინაარსის არის. არანაირი პროკურორის ინტერპრეტაცია და გამოგონება არ ჭირდება, პირდაპირ შავი თეთრზე წერია, ხო? და მაგებზე ვისაუბრებ ძალიან ბევრს. ზოგადად ნატოს ჩვენება, რომელშიც ისახავს ნატო ხაინდრავას კომისია. ივანიშვილმა მითხრა, რომ გიორგი მოიტანს კომპანიას და გიორგის უნდა ინვესტიციის განხორციელება. ეს არის ტყუილი. იმიტომ რომ იმ დროისთვის, როცა გაკეთდა ჩანაწერი და იმ დღისთვის, როცა გაიცა ბანკის სესხი, ეს კომპანია იყო უკვე დიდი ხნის მოტანილი. რაც არის საუბარი მხოლოდ და მხოლოდ სესხზე. შესაბამისად, ვერანაირად მანამდე ერთი კვირით ადრე ივანიშვილი ვერ ეთქოდა ნატოს, რომ მე მინდა ინვესტიციის გაკეთება. აქვე დავამატებ, ივანიშვილის პირველ გამოგითხვაში წერია, რომ როგორც ნატო ამბობს, რომ მე ნატოს დავავალე, რომ მინდოდა ბიზნესის განხორციელება და გიორგის უთხარი, რომ მოეძიებინა კომპანია და ასე შემდეგ. თუმცა მეორე ჟანებაში, როდესაც მიხვდა, რომ ჩანაწერი არსებობს და ეს ჩანაწერი გამოხდა, ის ამბობს, რომ არა, ჯერო გიორგისო სესხი უნდაო, შესაბამისად პირველ ეტაპზე ის ნატოს ვერ დააბარებდა, რომ გიორგისთვის მიეცა სესხი როგორც ივანიშვილის ინვესტიცია. ხო? შესაბამისად ეს არის პირდაპირ ტყუილი და როდესაც ქცევაზე და მორალზე საუბრობთ, თქვენი მოწმეების ქცევა და მორალი შეაფასეთ პირველ რიგში და რამდენი ტყუილებია. პირდაპირ გეტყვით ივანიშვილის გამოკითხვის ოფლებში ორ აბზაცს ვერ ნახავთ, რომელშიც ტყუილები არ წერია. ორ აბზაცს. შემდეგ როდესაც გალუაშვილი შევიდაო, გალუაშვილი და ნატო ერთად იყვნენ, როდესაც საუბრობდნენ, რომ ივანიშვილის ინვესტიცია იქნებოდა ეხლა. ეგეც არის ტყუილი, იმიტომ რომ როდესაც გალუაშვილს მე შევხვდი, მაშინ იყო საუბარი კომპანიის KYC-ზე და საბუთების მიტანაზე. შესაბამისად, მაშინ თვითონ ივანიშვილის ვერსიაშიც კი არ განიხილებოდა ივანიშვილის ინვესტიცია. ანუ ესეც არის პირდაპირ ტყუილი და დავამატებ, თვითონ გალუაშვილი ამ საუბრის შინაარსზე არ საუბრობდა გამოკითხვაში, უბრალოდ თქვა, რომ შეხვედრა შედგა და ერთად გავიტანე. ანუ არც ერთ მომენტში გალუაშვილი არ ამბობს იმას, რომ მე გალუაშვილი და ნატო განვიხილავდით რამე დოზით ივანიშვილის მონაწილეობას. შემდეგ ეს ფრაზა, რომ ნატომ დაადასტურა ხაინდრავამ და ივანიშვილს, რომ უზრუნველყოფა განხორციელდებოდა იმდენჯერ, რამდენჯერაც საჭირო იქნებოდა. მოგიშით რა, ბატონო პროკურორო, ბანკი არის ძალიან კაცრი რეგულირების ინსტიტუცია. ეს არ არის მაღაზია, არ არის ბოდიშის სახაში, იმიტომ რომ ამ სიტყვას იმიტომ ვიყენებ, რომ რასაც აღწერს ქალბატონი ნატო და სხვა მოწმეები ამ ბანკის მუშაობას, როგორც აღწერს, ეს უფრო რაღაც საკვებ იმასაც არ შეესაბამება. და რეალურად ბანკში იყო წარმოდგენილი ერთი უზრუნველყოფა, რომელიც იყო წარმოდგენილი აუდიტის დაკმაყოფილების მიზნით 45 დღის ვადით. ის რომ ეს იყო აუდიტის მოთხოვნების მიზნით წარმოდგენილი ეს უზრუნველყოფა, ამას ადასტურებს თვითონ ივანიშვილი თავის შენობაში, ხაინდრავა თავის შენობაში და ესეც გალუაშვილის თავის შენობაში. შემდეგ ამბობს, რომ გარანტიის უზრუნველყოფა გირავნების ხელშეკრულება შეეწევაო სამომავლო რისკებსაც და ამით თვითონ აპირებთ, რომ სესხის ბოლომდე წარმოშობილ რისკებზე იქნებოდა საუბარი. იურისტის ძალები და ადვოკატებად ასეთი მისი ინტერპრეტაცია. ხელშეკრულების მოქმედების ვადაში სამომავლო რისკი რაც იქნებოდა, ანუ დადების მომენტიდან იმას კი ბატონო ფარავდა, მაგრამ ხელშეკრულება როცა უქმდება ის აღარ ფარავს იმ გაუქმების შემდგომ რისკებს. ანუ თანხა როდესაც აღარ არის უზრუნველყოფა, იმის შემდეგ ამ თანხაზე წვევა იურიდიულად ვერავის ვერ ექნება და აქაც გსურთ, რომ ძალიან თქვენივე სიტყვით ვიტყვი, ხარისხიანი და მაღალი ხარისხის დოკუმენტებზე მოახდინოთ თქვენი დაბალი ხარისხის ინტერპრეტაცია. მე პირდაპირ არ მოვერიდები ამის თვალს, იმიტომ რომ როდესაც ამბობ სამომავლო რისკების
გარანტიას იმ დოკუმენტზე, რომელმაც შეწყვიტა მოქმედება, ეს არის ზუსტად ძალიან დაბალი ხარისხის ინტერპრეტაცია, ძალიან რთულ მოსანახებთან, სადაც ყურადღება მიაქცია, როდესაც საკუთრივ ხარისხზე და ინტერპრეტაციის ხარისხზე საუბრობთ. შემდეგ შინაარსია მთავარი და არა ფორმაა. ეს ისევ ალბათ უფრო საკვები დაწესებულებებში არის ასე, რომ შეიძლება რეცეპციებში კარგი ეწეროს და რეალურად ლოგიკანო ცუდი საჭმელი. მაგრამ ბანკში, სადაც ეს არის ისევ კაცრი რეგულირების ორგანიზაცია და სადაც ყველა ბანკის მოწვევა დაადასტურა, რომ სესის გაცემა იყო ლეგალური. არავინ არ უარყო სასესო ხელშეკრულების ნამდვილობა, არავინ არ იცნო ის ბათილად, არავინ არ უარყო საკრედიტო კომიტეტების დოკუმენტები. ეს ნიშნავს, რომ კომიტეტმა გაიარა, დაამტკიცა სესხი და ეს სესხი დაამტკიცა კონკრეტული პირობებით, რომელიც წერია იმაში ხელშეკრულებაში. ამის გარდა სხვა პირობა არ ჩანს გარდა ივანიშვილის ზეპის ჩვენებაში და ქალბატონი ნატოს მონათხრობისა ივანიშვილის გადმონაცემის. ამიტომ, როდესაც საბანკო დოკუმენტაციას ვეხედავ, ძალიან იქ პირდაპირ არის ფორმაც და შინაარსიც ატარებს ლეგალურ ძალას. და არსად არ წერია, რომ ივანიშვილის სიტყვა და თუნდაც ნატოს სიტყვა და თუნდაც ორივეთი მაგათი სიტყვა რომელიმე დოკუმენტზე ძლიერი უნდა აღმოჩნდეს 8 წლის შემდეგ. ასე წინააღმდეგ შემთხვევაში ყველას ესე შეუძლია თქვას ივანიშვილმა და ნატომ, ყველას ესე როგორც იყო მაგათი აზრით მაღალრისკიანი, რომ ეს იყო ივანიშვილის ინვესტიცია და აბა ბანკი ისე ხო არ მიცემდა მაგს ესო. თუმცა ამ დროსაც ბანკის თანამშრომლები ადასტურებენ, რომ ყველა პროცედურა ბანკში გავლილი იყო KYC-ც და კომიტეტის და ეს იყო ლეგალური და მისაღები. მიუხედავად იმისა, თუ იყო მაღალრისკიანი, ბანკი გასცემს როგორც მაღალრისკიანს, ასევე დაბალრისკიანს სესხებს. ურისკოს ესე არ არსებობს. ბანკი იღებს პროცენტს და ამ პროცენტში ანუ შემოსავალს ზუსტად იმ რისკის გამო, რისსაც წერს. ანუ სესხი რო აპრიორი რისკიანი არ იყოს, მაშინ ბანკის ეს არ გასცემდა. ასევე ისა უძრავი უზრუნველყოფილი სესხებიც კი არის რისკიანი. იმიტომ რომ ძალიან კარგი მაგალითი არის 2008 წლის კრიზისი, როდესაც დაეცა ამ უზრუნველყოფების ფასები და ბანკებმა ვერ წაიღეს თავისი ფული. თუმცა აქაც არავინ არ თქვა, რომ მე ამ მობინადრეების ბიზნესებს არავინ არ მიდგა და სხვა რაღაცებს, რომ ეს იყო ბანკის ინვესტიცია იყო ეკო. შემდეგ როცა უკვე ამ გადავიდეთ ბიტსტამპზე, ამ ბიტსტამპის აღიარებაზე, რომელსაც თქვენ ასე ისევ ძალიან დაბალი ხარისხის ინტერპრეტაციით უწოდებთ. გიორგი ბაჩიაშვილს ჰქონდა მიცემული მიშენგეიცე სესხი $1,300,000. პროცენტი არის სესხი, 10% იყო ამის პროცენტი და ეს სესხი მან დაიბრუნა. ბანკით იყო ეს სესხი მიცემული, ნაწილი ბანკით იყო მიცემული. ბანკითვე დაიბრუნა ეს ნაწილი ზუსტად 10%-იანი მოგებით და ბიტკოინების ნაწილი ზუსტად ასევე 10%-იანი მოგებით დაიბრუნა. ასევე ბანკს ჰქონდა მიცემული მიშენგეიცე სესხი და ეს სესხი ბანკმაც თავისივე პროცენტით დაიბრუნა. მორჩა ორივე სესხი დაიფურა. ანუ ბაჩიაშვილთანაც აღარ აქვს მიშენგეიცე სესხი, აღარც ბანკს აღარ აქვს სესხი. მიშენგეიც დარჩა მოგება. შემდეგ მიშენგეითმა ეს მოგება როგორ გაანაწილა, არ არის არავის განჯის საგანი. გაანაწილა იმ დროს, როდესაც ბაჩიაშვილი იყო მიშენგეითის 100%-იანი მეპატრონე, გაანაწილა გიორგი ბაჩიაშვილს. სახედავთ რამე აღიარებით ჩვენებას, მე არ ვიცი, ძალიან დაბალი ხარისხის ინტერპრეტაცია არის, არ ვიცოდი. ეს არგუმენტაცია რომ ივანიშვილმა ამჯობინა რომ ბანკის სესხით სახით გაეკეთებინა ინვესტიცია, იმიტომ რომ ბაჩიაშვილი მას ორჯერ ვერ ეტყო და ორი ტრანშია ჩასარეცი, არის უბრალოდ აბსურდი და ძალიან მტკნარი რაღაცის აზრის მოხვევა იმ თემაზე, რომელთანაც საერთოდ არ შეესაბამება. ანუ
ბათშაშვილს ივანიშვილთან ჰქონდა მინიმუმ კვირაში 3-ჯერ 4-ჯერ ურთიერთობა და სატელეფონო თუ პირადი რამენაერად ორჯერ მოახერხებდა რომ ეთქვა რამოდენიმე თვის მანძილზე თუ კვირის მანძილზე რომ ტრანსში არის ჩასარიცხი ეს არის პირდაპირ ტყუილი შემდგომ როდესაც ტიკვაძე ამოსვა თანხა მოიზიდა გიორგი ხო გიორგი მოიზიდა თანხა ბანკიდან მოიზიდა თანხა და თავის პირადი რესურსები კომპანიაში და გააკეთა ბიტკოინის მაინინგთან ტყუილი რა თქვა რა როდის და ვინმე თქვა რომ ეს ივანიშვილის ინვესტიცია მოიზიდა რომ არის აქციების ფიქსირებაზე ხარ ადვოკატი შეეხო და ობლიგაციად შეაფასა ურთიერთობა როდესაც აქციას მე წინასწარი ფასად მეუბნები რა აქციას ფასად გამოვისყიდი ეს არის ობლიგაცია ობლიგაციის და აქციის სხვაობა არის რამოდენიმე თქვენ ახსენებთ კონტროლი ნიშნავს ის რომ აქციონერი მართავს კომპანიას სესხებელი ვერ მართავს კომპანიას ის რომ ქალბატონმა ნატო უთხრა ბიზნეს ბატონო ბიზნა მე გავაკონტროლებ მაგ სესხსო სულაც არ ნიშნავს იმას რომ მასეც რომ ყოფილიყო რომ ეს ნიშნავს კომპანიაზე კონტროლს ეს ნიშნავს რომ არ ვიცი ქალბატონი ნატო თავისზე საკონტროლო არის კომპანიაზე კონტროლი არასოდეს არ ქონია არავის არც ბანკს არც ივანიშვილს კომპანიას ვაკონტროლებდი ყოველთვის მე პირველადი რისკი კომპანიაზე ანუ ეს $1,300,000 რომელიც მე მქონდა ჩადებული იყო კომპანიის შესაბამისად პირველადი დანაკარი ტელეფონში საუბარშიც ეს არის მონახსენები იქნებოდა კომპანიის და ჩემი როგორც ამ კომპანიის აქციონერი სხვა პირველი ეს თანხა დაიკარგებოდა რაღაც როცულად წასულიყო და შემდეგ უკვე ბანკს მიადგებოდა ზარალი ნებისმიერი სესხის სტრუქტურაში საბანკო სესხის სტრუქტურაში არის მასე სარისხო ნაწილი რომელიც არის ასე ვთქვათ equity კაპიტალს უწოდებენ ამას კომპანიის კაპიტალი და მეორე ნაწილი რომელიც არის ნაკლებად რისკიანი საბანკო სასესხო ნაწილი ზუსტად აქვე იყო ესე იყო განაწილებული ნებისმიერ კომპანიას უზარმაზარი კომპანიაც რო იყო Coca-Cola რა ვიცი IBM-ი მათაც აქვს ბანკის სესხები აქვს კერძო ინვესტორების სესხები და აქვს ასევე კაპიტალის ინვესტორები და ამ ყველას აქვს ძალიან მარტივი კანონის მიერ მიცემული განმარტება და განსხვავება რაც შეეხება 2015 წელს დადებულ ხელშეკრულებაზე 3000 ბიტკოინზე ბითურისა და ჩემს შორის. ბოლომდე თქვით ხოლმე რა ცოტა არ არის ლამაზი და არც პროფესიონალური არ არის, როდესაც კონკრეტიკიდან ამოგლიჯავთ ხოლმე და რაღაცა ნაწილს, წინადადების ნაწილს იტყვით ხოლმე და მე გინდათ რომ ამაზე შეასად არსი. ეს იყო რამოდენიმე წლიანი საკრედიტო ხაზი, რომელსაც შეიძლებოდა გაუმეტენებინა და არ გაუმეტენებინა. ხო? ეს იყო ჩარჩო ხელშეკრულება. და შესაბამისად ამ ჩარჩო ხელშეკრულებას არც გამოყენების ნაწილი არ აქვს თქვენ და არც საერთოდ მოხდა თუ არა ამის გამოყენება. ამიტომ აკუაპირებთ რაღაც ხელშეკრულებაზე მით უმეტეს დამახინჯებულად, რომელსაც არც არანაირი მნიშვნელობა ამ ჩვენს დავასთან არ აქვს. იგივე არის 2020 წლის შეთანხმება ბიჭურის და მიშელედის შორის, სადაც HDI-ის აქციები დაგირევდა. რა შუაში არის. შემდეგ რაც ეხება უკვე ფულის იმას განაცხადოს გათეთრებას, ხო, ფულის გათეთრებას. ნახეთ, თქვენ თქვით რომ იმდენი იყო აღწერილიო მოძრაობა თანხის, რომ ჩვენ კონკრეტული არ გამოყავითო რისთვისაც წაიყვანეთ ბრალი. აი წარმოიდგინეთ, მოყავთ სერიული მკვლელი და არც ერთ კონკრეტულ მკვლელობაზე არ ეუბნებით, რომ ეს არის შინ ჩადენილიო. ამ დროს ყველა მკვლელობაზე ერთდროულად ასამართლეთ, ანუ არც ერთი ტრანზაქცია თქვენს მიერ წარმოდგენილი თქვენ თვითონვე არ ამბობთ რომ აი გიორგი აი ეს აქ რო გადარიცხე აი ეს არის ფულის რეცხვა ან ვიღაცის სხვა სახელზე შემიძლია რა საერთოდ არ გაქვს არც ერთი მაგალითი მოყვანილი უბრალოდ ამბობთ რადგან თანხებს თქვენ აკეთებთ რიცხავით თქვენ ანგარიშებს შორის ეს არის ფულის გარეცხვა ანუ არ ვიცი ამაზე დაბალი ხარისხის ბრალდება მე ვერც კი წარმოვიდგენია სიმართლე გითხრათ როდესაც ბრალის წარდგენის დროს ჩემი ღიმილი არის კამერების ჩაწერილი ჩემი ღიმილი იმით არის გამოწვეული ესეთი დაბალი დონის ნამუშევარით როგორ აპირებენ ბრალის საყენებას თვალს საერთოდ სად მიყავს პროცესი მაგაზე მე მივებოდა ანუ თქვენს დაბალ კვალიფიკაციაზე მე მივებოდა იმაზე რა დაბალ კვალიფიკაციურად გაქვს შეკერილი ეს საქმე და ძალიან კარგადაც ჩააცეს არის როდესაც ამ ICS-ის კონვენციას გულისხმობ მან ხა ისევე როგორც ჩვენია გამოგლეჟილი და დამახინჯებული ფაქტები არც უცებ ამას საქმესთან დიდი დაკავშირია რა კიდე გეტყვით რა
სესლი ან ინვესტორმა შეიძლება ინვესტორი არის ადამიანი, რომელიც აძლევს თანხას. ეს შეიძლება სასესხო ინვესტორი იყოს, ეს შეიძლება კაპიტალის ინვესტორი იყოს. და სესლის და კაპიტალის ზუსტად განაწილებას განსაზღვრავს ის, რომ სასესხო ინვესტორი იღებს ფიქსირებულ მოგებას, ძირითად შემთხვევაში შეიძლება რაღაცა ნაწილი იყოს მოგების ნაწილება. ძირითადად ეს არის ფიქსირებული მოგება, კრედიტორთა რიგში იზრდება უფრო წინ და მას ის არ ახორციელებს კონტროლს კომპანიაზე და აქვს შედარებით უფრო დაბალი რისკი. აქციონერი ინვესტორებს მათ აქვს კონტროლი კომპანიაზე, ანუ ის კი არა რომ ვიღაცა თქვა რომ მე გავაკონტროლებ მაქსეს, რეალურად კომპანიას მართავენ, ისინი იღებენ უფრო დიდ რისკს, შესაბამისად მათი თანხის დაკარგვის შანსი უფრო დიდი არის რისკი ვიდრე სესლისა. მათ აქვს უფრო მაღალი მოგება, იმიტომ რომ კომპანიის მოგებას ინაწილებენ და ისინი ძლებენ თანხას. ეს არის ორი განსხვავება. თუ ამ რამოდენიმე განსხვავება, თუ ამ განსხვავებებს შეხედავთ, ზუსტად დაინახავთ, რომ ბანკი არის შემ შემთხვევაში სასესხო ინვესტორი, ანუ სესლის მომცემი და მე ვარ ამ შემთხვევაში კომპანიის მეპატრონე და ასევე კომპანიაში სესლის ინვესტორი. შესაბამისად, ამას თუ კარგად დაანაწილებ და გაითავისუფლებ, ძალიან მაგარი ლოგიკა არის, ამას არ ჭირდება არც ეს მაგისტრატურის გაკეთება და არც 20 წლიანი სასამართლო პრაქტიკა. მე მგონი დარბაზში ყველას ეს არის. ხოლმე როდესაც ბანკებმა უშინეს ინდოეცოდა ისინი ინვესტორებად აღიარეს, ოქი ეს ბანკები სასესხო ინვესტორები იყო და მათ თავისუფლების დასაცავად აღიარეს ინვესტორებად, ხო ანუ რა პრობლემა? იქ თქვენს რომ ბანკი კაპიტალში მონაწილეობას ღებულობდნენ და მომავალი მოგება ამათი უნდა ყოფილიყო, არა, როდესაც სესლი ესე ვთქვათ აფეთქდა, ბანკებმა უშინეს როგორც ინვესტორებმა, როგორც სასესხო ინვესტორებმა უშინეს კომპანია, ზუსტად ისევე როგორც ბირჟაზე არსებობს 1000 ფონდი, საინვესტიციო ფონდი ქვია ზუსტად, აკეთებენ ზოგი სესხში ინვესტირებას, ანუ სესხებს გაცემენ და ზოგი კაპიტალში. მეტი რეპლიკა არ მაქვს, უბრალოდ ძალიან სამწუხარო არის, როდესაც ამ დამახინჯებაზე კიდევ მიწევს მეორეჯერ იმ განმარტებების გაკეთება, რაც უკვე ერთხელ გავაკეთეთ, ხო? ანუ მარტივი არის, მე მესმის, რომ პროკურორი ძალიან დიდი ზეწოლის ქვეშ არის და სამწუხაროდ ის სიმართლეს ამჯობინებს, არ ვიცი რა სამჯობინებს, ახლა რა ზეწოლა აქვს ამისთანა, ხელფასის გამოაკეთებს, დაწინაურების გამოაკეთებს თუ უბრალოდ ეშინია რაღაცის, მე მესმის ეს წინამთავრობის დროსაც იყო, ეხლა ძალიან ბევრი არის, რომ სამწუხაროდ ვერ მოქმედებენ თავისუფლად, მაგრამ არსებობს ერთი რაღაც სიმართლე და ფაქტები და დოკუმენტები და მეორე ესეთი დაბალი ხარისხის დამახინჯება არის დანაშაულის ნიშნების შემცველი პირდაპირ გეტყვით და მომავალში მეკპირდებით, რომ ეს გამოძიება აუცილებლად ჩატარდება. ამიტომ მე ვთვლი, რომ თქვენში არ ვიცი ახლა პროცესუალად როგორ არის, მაგრამ კიდე გააქვს შანსი, რომ ასე ვთქვათ, მომავალში არ შეგწყვეთ, რომ თვალებში ჩახედოთ თქვენს მეგობრებს, თქვენს შვილებს. იმიტომ რომ დღეს სამწუხაროდ ძალიან ბევრი ადამიანი არის, ვისაც წინამთავრობიდან გაუქმდა და ამის გაკეთება წვრილია. და ამ სირცხვილს სამწუხაროდ არ დაემატა პასუხისგებაში მიცემა. ზუსტად ამიტომ იქცევა ხა ასე და ბედავთ. ძალიან მალე შეისწავლა ეს მეორე გიორგი რეპლიკას გაცდით. რეპლიკის პარაგრაფს გაცდით. თავი შეიკავეთ შეიძლება. ვერ მოხდება და სიმართლე. არა, იგივეს რომ გავაგრძელებ ძალიან თქო. ამაზე მოშოშ. კი ბატონო, საბოლოოდ ბატონო დავით, მე ხომ არ გაქვს რეპლიკა.